მასწავლებელთა სერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2025 წელი ამოცანა ნომერი 28. ტოლი განიკვეთის მუხლებიან ზიარ ჭურჭელში 100-ია წყალიო, თითოეულ მუხლში წყლის სვეტის სიმაღლეა h. და შემდეგ ერთ-ერთი მუხლი გადაუხრიათ ვერტიკალიდან 60 გრადუსით და რისი ტოლი გახდა წყლის სვეტის სიმაღლე ვერტიკალურად დარჩენილ მუხლშიო. გვეკითხებიან და ამასთან წყალი ზიარ ჭურჭლიდან არც გადმოღვრილა, ეგეც მოგვახსენეს. კარგით, ესე იგი გავადიდოთ, მოდით ეს სურათი და შევხედოთ რა გვაქვს აქ ჩვენ. მოდით ახლა თავიდან რა მოხდებოდა, ესე იგი. სანამ გადახრიდნენ, მოდით სანამ გადახრიდნენ. აი ეს სიმაღლე გადახრამდე აღნიშნოთ. ეს არის h0 იყო და პირობითად არა გითხრეს რომ h არისო ხო თავიდან თითოეულ მუხლში წყლის სვეტის სიმაღლეა h კი ბატონო თავიდან არის h. შემდეგ რომ გადახარეს, რა მოხდებოდა ჰიდროსტატიკური წონასწორობის პირობიდან გამომდინარე, პირობითად დავუშვათ აი აქ, აი ამ დონეზე მოვიდოდა და ეს სიმაღლეები, აი ეს დონეები, რადგანაც სითხე ერთგვაროვანი არის, დამყარდებოდა წონასწორობა და შესაბამისად აი ეს სიმაღლე, მოდით კარგად რომ გამოვიდეს. აი ეს სიმაღლე, აი აქ რაც სიმაღლე მოვიდოდა, აი წყლით დაიფარებოდა, ხო, აი ეს ნაწილი, მოდით დავფაროთ წყლით, აი ესე გადმოხრის დროს ეს წყალი აქეთ გადმოვიდოდა და აქეთ მუხლებში კიდე შემცირდებოდა წყლის სიმაღლე, პირობითად აი აქამდე ჩამოვიდა და შესაბამისად აი ეს სიმაღლე, მოდით აი ეს სიმაღლე რაც გახდა შემდეგ, გადახრის შემდეგ საძიებელი სიმაღლე არის, აი საძიებელი სიმაღლეც დავარქვათ hx და სწორედ აი hx ვეკითხებიან. ახლა დავაკვირდეთ, აი ეს კუთხე ახლა, რადგანაც ეს 60, აი ეს კუთხე არის 60, ეს კუთხე არის 90, შესაბამისად აი ეს კუთხე გამოგვდის 30 გრადუსი და პირობითად აი ამის სიგრძეს, აი ამ სიგრძეს თუ ჩვენ აღნიშნავთ x-ით, აი ეს თუ პირობითად აღნიშნოთ რაღაცა x-ით, მივიღეთ სამკუთხედი, მართკუთხა სამკუთხედი და მართკუთხა სამკუთხედში აი 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათეტი, ესე იგი hx, ტოლი არის ჰიპოტენუზის ნახევარის, x ნახევრის ტოლი გამოყოფილა. კი ბატონო, ამასთან განიკვეთის ფართობები ერთნაირიაო, ანუ აი ეს ფართობი, მოდი შემოვიტანოთ, ეს იყოს s და აი ესეც არის s, ზედა განიკვეთის ფართობი და თავიდან გადახრამდე მოდი დავითვალოთ მოცულობა, ხო? მოცულობა რომ დავითვალოთ, ესე იგი v0 ტოლი იქნება თავიდან s h პირველი სვეტის, მარცხენა სვეტის მოცულობას, ფუძის ფართობი გამრავლებული სიმაღლეზე, კიდე გამრავლებული მეორე სვეტის მოცულობაზე, ესეც s h არის, ხო, ერთნაირი ზიარ ჭურჭლები არის, შესაბამისად თავიდან მოცულობა ორივე s ერთად გამოგვდის 2s h-ის ტოლი და შემდეგ რადგანაც გითხრეს რომ წყალი არ გადაღვრილაო, ეს წყლის მოცულობა იგივე უნდა დარჩეს. ანუ რის ტოლი უნდა დაგვრჩეს v რაც გახდებოდა, ეს ტოლი იქნება უკვე შემდგომში უკვე კვეთის ფართობი არ შეგვეცვლებოდა s გამრავლებული x-ზე, ხო? s გამრავლებული x-ზე, ეს აქეთას ფართობი მოცულობა რაც გახდებოდა და ამას კიდევ უნდა დაემატოს მეორე ხო არ გადაგვიხრია, აი ეს მეორე, ეს იყოს პირველი, ეს იყოს მეორე სვეტი. მეორე სვეტი არ გადაგვიხრია. შესაბამისად მეორე სვეტის ფართობი მოცულობა კიდე იქნება, აი ეს არის s იქნება აქაც და სიმაღლე hx გახდა. შესაბამისად კიდე დაემატება s ჯერ hx. ეხლა ეს მოცულობები ერთმანეთის ტოლი არის. ანუ აი ეს გამოსახულება და ეს გამოსახულება ერთმანეთის ტოლი არის. გამომდინარე იქიდან რომ წყალი არ გადაღვილა. და მოდით გავუტოლოთ, ხო? ეს ეხლა ეს hx-ი დავარქვი და ამ x-ში რო არ აგვერიოს, მოდით h'-ს დავარქვი საძიებელ სიმაღლეს. თორე ერთმანეთში აგვერევა ეხლა ეს x-ები, ეს იყოს h', რასაც ვეძებთ. ეს h', კი ბატონო. და ესენი გავუტოლოთ ახლა ერთმანეთს, ესე იგი 2sh, ტოლი გამოგვივა sx დამატებული sh', ეს s-ები გვეკვეცება და რა გამოგვდის 2h ტოლი გამოგვდის, აი აქედან x ტოლი არის 2h'-ის, ხო? 2h', აი ეს ჩავსვით 2h', კიდე დამატებული h', საიდანაც რა გამოგვდის, რომ 3h' ტოლი გამოგვდის 2h-ის და აქედან h' საძიებელი სიმაღლე ტოლია 2h მესამედის. ესე იგი საბოლოოდ რომ დავწერთ პასუხი h', რასაც ვეძებთ არის 2h მესამედი. პასუხი D.